ვისაუბროთ მნიშვნელოვან და სერიოზულ ნაწილზე, რაც არის დღეს ისტორიული შანსი გაუჩნდა ჩვენს სახელმწიფოს, საქართველოს, რომ გახდეს ყველაზე და ხშირად მისაუბრია და არ დავიღლები ამაზე საუბრით, რომ გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის და როლის მატარებელი, გეოპოლიტიკური როლის მატარებელი, საქართველოს ისტორიული ფუნქცია რაც იყო, ის ფუნქცია შეიძლება რეალობად იქცეს და წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ამ ფუნქციას ხან ვასრულებდით, ხან ვერ ვასრულებდით ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ახლა ერთადერთი შემაფერხებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ის ბანდა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ყველა მიცის აი ალიევის შეხვედრასთან დაკავშირებით, თუ რომელიმე შეხვედრა იყო, ჯერ ერთი საერთოდ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი საერთოდ არ ჩანდა. იქ გასაგებია რომ მთავრობას ხდებოდა, მაგრამ თუ მთავრობას ხდებოდა, ბიძინა ივანიშვილი რა შუაში იყო. თან ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც ბიძინა ივანიშვილს ხდებოდა საღამოს უკვე. კი, მაგრამ იქ ხო ვნახეთ რომ მთავრობის წარმომადგენელი საგარეო იყო აღრევა ეკონომიკის მინისტრი სტუმარიც საუბრობდა პროტოკოლურად, მაშინ პრემიერი რატომ იყო იქო თუ ეს შეხვედრა. ზუსტად და ბიძინა ივანიშვილი და ალიევი ართმევდა სურათებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბატონი ალიევი ართმევდა ხელს როგორც აზერბაიჯანის წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს იმ მომენტში და ირაკლი კობახიძე აი ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური, აი ეს კადრები არის საკმარისი. ირაკლი კობახიძე ოპოზიციურად განწყობილი ამ მომრჩევლისთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის კი არა მხოლოდ ან ოპოზიციის, ბიძინა ივანიშვილისთვისაც კი არ არის ლეგიტიმური. ეს ცხადად ჩანდა. შეეძლო მიეცა როლი, იქ დაეყენებია და რომ ჩამოივლიდა და ხელი მაინც ჩამოერთვა როგორც პრემიერ-მინისტრისთვის. ხო, როგორც იქ იყო ერთ-ერთი თქვენი თანაგუნდელი წერდა, რომ კობახიძის დელეგიტიმაციაში ივანიშვილმა ისეთი როლი შეიტანა ლევან ყურაშვილმა და დღეს რომ ჩვენ ახლოსაც ვერ მივალთ. კი, ჩვენი არხები, ჩვენი საკომუნიკაციო არხებით, ჩვენი საუბრით ქვეყნის შიგნით თუ მოსახლეობასთან რეგიონებში თუ ამას ვცდილობ და ვეუბნებით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ თქვა ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის, რომ ეს არავინ არ არის. და წავიდა და მინისტრთა კაბინეტის ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს ჩამოართვა ხელი და შემდეგ ალიევს გააცნოთ, თუ ნახავდით, რომ უხსნიდა ვინ არის ალბათ სტატუსს და სახელი და გვარს. იმიტომ რომ შემდეგ უნდა ევახშმათ. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ალიევი უკვე შეხვედრა იყო პრემიერის ადმინისტრაციაში. არ ვიცი, შეიძლება იცნობდა, მაგრამ ხელახლა გააცნო. ყოველ შემთხვევაში ეს ვნახეთ, რაც ვნახეთ. თქვენ მოგწონთ ის რაც ვნახეთ, აი გულწრფელად მაინტერესებს. ეს როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონოს, ესე არ ხდება აქ ავტორიტარიზმზე და ტოტალიტარიზმზე კი არ არის საუბარი. ესე არ ხდება არსად. თქვენ ფიქრობთ რომ კითხვა არ იყო ისეთ თქვენ ფიქრობთ რომ მიჭირს ან მიჭირდა ოდესმე მართლობის აი ამ მთავარი პრობლემის დანახვა ქვეყანაში ან ახლა ან ამ კადრებში აქ მთელი პრობლემა ის არის რომ პრემიერი ლეგიტიმურია თუ არა ლეგიტიმური კი არა მისი ლეგიტიმაციის წყარო რომ ივანიშვილია და მასთან ანგარიშვალდებულია პირველ რიგში. სად ნახეთ ამ კადრებში რაც ახლა ეთერში გადის, სად ნახეთ რომ ივანიშვილისთვის მაინც არის ლეგიტიმური ირაკლი კობახიძე. აქ როგორი მდგომარეობა და მოცემულობა იცით, ეხლა კანონებს იღებენ, ეხლა რაღაც კანონი მიიღეს, ის შეცვალეს უბრალოდ და აინიციეს, რომ ფაქტობრივად ისეთი კანონი მიიღეს, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საელჩოებს არ აქვს შესაძლებლობა პანელური დისკუსიის ჩატარება, კონფერენციების მოწყობა, ის თემატიკური საკითხების. ეხლა ამას როგორც ინფორმაცია არის ყოველ შემთხვევაში გავრცელდა, რომ რაღაც თითქოს შემსუბუქებას აპირებენ. ანუ კობახიძე, პაპუაშვილი, პაპუაშვილზე საერთოდ საუბარი არ არის, საერთოდ რას ლაპარაკობს, შინაარსს ვერ გამოაქვს, ვერ არის. მესიჯებს ელთხოვა წერტილმძიმის გარეშე უგდებენ მესიჯებს და რო აბავს ამ 4 საკითხს ერთმანეთს აზრი ვერ გამოაქვს, ვერ არის. თქვენც აღარ აშუქებთ, უკვე პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებს არ აშუქებთ ერთ-ერთი ქარდად თუ გამოვა, მხოლოდ მისი განცხადება. აქედან გამომდინარე, ეს არის სიმპტომური, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხასიათი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაანახოს, რომ არავინ არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ლეგიტიმაციის პრობლემა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არავინ არ თulis რეალურად ისინი საქართველოს წარმომადგენლებად და ყველა მიცის რომ საქართველოს თუ ელაპარაკები უნდა დაელაპარაკო ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ეს მარტივი ფორმულა და დღეს ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა. თავარ გადაწყვეტილების მიმღებ თავარ პირს ელაპარაკებიან. ხელისუფლება, იძულება, ძალადობა, ადამიანების მოსყიდვა, ადამიანების პატიმრობა, 100-ზე მეტი ადამიანია ციხეში,
ადამიანების ტროტუარზე დგომის გამო ციხეში ყოფნა, ლიდერების ციხეში ყოფნა, ნიკამელიას და ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნა, სხვების ციხეში ყოფნა. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, დიანა, ეს არის ჯაჭვი. და აქ არის საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანი, მე პირდაპირ გეტყვით, როგორი მმართველობაც არ უნდა იყოს და ჩვენი პასუხისმგებლობაცაა. ვერცერთი ოპოზიციონერი ლიდერი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმისა, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი დავტოვოთ ხელისუფლებაში დიდხანს. ვერც ახალი, ვერც ძველი, ვერც მოქმედი, ვერც უმოქმედო, ვერც პარტიული, უპარტიო, აქ არ არის დრო იმისა, რომ ეხლა მოვიდეთ აქ და ვიგლოვოთ. ხალხი წყვეტს ვინ დარჩება. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენთვის მოქმედების დროა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და დუდის არ მოქმედებდით. არა, მოქმედების დროა და კიდევ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ. ახლაც მოქმედებთ. დაანონსებულია აქცია. დასაწყებია და რომ ბევრმა იყო ასეთი სკეპტიციზმი, როდესაც მობილიზაცია გამოაცხადეთ, წინა პერიოდში რა იყო, ანუ წინა პერიოდი არ იყო აი ამ მობილიზაციის ნაწილი, ეს 500 დღე რა არის მაშინ, ანუ წინა მობილიზაცია სად დამთავრდა და ახალი სად იწყება, ალბათ თქვენ წაიკითხეთ სოციალურ ქსელში რამდენიმე გამოხმაურება იყო ამ თემაზე, ამაზე რა სიტყვით, როცა ამბობთ რომ ეხლა ჩვენი მოქმედების დროა. ამ ადამიანებს ეხლა თუ მე არ ვიცი ვინ დაწერა და ვინც აქტიურობით იყო ეს გამოწვეული. მობილიზება მე გამიგია, თუმცა ადამიანების მობილიზება ხდება სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად სამხედრო მობილიზება, ეს ყოველ წელიწადს ხდება. მაგალითად, როცა სპორტსმენების მობილიზება ხდება სხვადასხვა სპორტულ აქტივობების ჩართვას. ეს შეიძლება ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდეს. ანუ ამ ადამიანებს სიტყვა მობილიზების მნიშვნელობაც არ იციან. კი, არა, ჩვენ ახლა ხელახლა კიდევ ერთხელ, არა, ბევრჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, დიანა. რამდენჯერაც საჭირო იქნება ხალბატონი დიანა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი. ისტორიული შანსი და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. რამდენჯერ ვინმეს არ მოეწონება 26 მაისის რაოდენობა მოსახლეობის, ყველა ითვლის თავს ოპოზიციაც, აუცილებელია, რა თქმა უნდა. მეტიც ხელისუფლება რა დროს შეიძლება გადადგეს, ეს პროცენტულად ანგარიშდება, რამდენი ადამიანი უნდა იქნას ამისთვის ქუჩაში. და ვინმეს არ მოეწონება 26-ის მასშტაბი, აქციის და სულისკვეთება და განწყობა და ოპტიმიზმი, თავიდან უნდა დავიწყოთ, ხელახალი მობილიზება უნდა დავიწყოთ, რომ რამოდენიმე კვირაში, რამოდენიმე დღეში უფრო მეტი ვიყოთ. და ამის ვისაც ჯერა, ეხლა თქვენ თუ გონიათ რომ მე აქ მოვალ და ვაიმე რა გვეშველება თუ ბევრი ადამიანი გამო ამას დავიწყოთ, ამისთვის ძალიან ბევრი რესპონდენტია კრიტიკულ მედიაში რომ დადის რომ არაფერი გვეშველება. მე ვამბობ და რწმენის დონეზე მჯერა, ახლები ვეძებთ ახლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს შესაძლებელია არ იყოს საკმარისი ისაუბრება, ვინც არის პროტესტში ჩართული, უფრო მეტი უნდა ვიყოთ. უფრო მეტი ახალი ადამიანი ვეძებთ ახლებს პროტესტში თუ ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოსაერთებლად. ორივეში, პირველ რიგში მობილიზების ნაწილში, რა თქმა უნდა, მეორე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის და მესამე სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის. არ არის ყველა აუცილებელი რომ პოლიტიკური პარტიის წევრი გახდეს. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში, იმიტომ რომ ყველა ხდება საქართველოს ისტორიული შანსი, რომელიც შეიძლება დავკარგოთ, მაგრამ ყველა რას ხდება, იცით? ფასები რო გაიზარდა 15-დან 20%-მდე სურსათზე. ფასი რო ელექტროენერგიის ფასი რო გაიზარდა, გადასახადი. ასევე რო გაიზარდა საწვავის ფასი ობიექტურებისთვის, ვიტყვი რომ მარტო ქართული ოცნების დამსახურება და ბრალი არ არის ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობის ბრალიც არის, მაგრამ ეს რომ გაზდის ფასებს და გაზდის მომსახურების ხარჯს და ფასს რას აკეთებს ქართული ოცნება თუ არ ჩავდით იმ არალეგიტიმური პარლამენტის კომისიას, რომელმაც პირდაპირ ხელი შეუწყო ფასების გაზდას. გავაგრძელებ კრიმინალი ნარკოტიკების გავრცელება ქვეყანაში ათეულობით ადამიანი ყოველთვე იღუპება ნარკოტიკებით. კოლ-ცენტრები, ტრანსნაციონალური დანაშაული. და იცით ამაში ვინ არის ყველაფერში დამნაშავე? ბიძინა ივანიშვილი. და იცით რატომ არ არის და რატომ არ მიმაჩნია კობახიძე და პაპუაშვილი დამნაშავე? იმიტომ რომ კობახიძე და პაპუაშვილი არალეგიტიმურობასთან ერთად არაფერს არ წარმოადგენენ. მათი ლეგიტიმაცია, მათი ელემენტარული საკუთარი ამომრჩევლის ლეგიტიმაციაც არ აქვს. ოპოზიციურ ამომრჩევლს რო თავიდან ვანებოთ ოპოზიციას და საერთაშორისო საზოგადოებას. კიდევ იცით რა არის პრობლემა და ვისი ბრალია ის რაც ხდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ვერ შევძელით ურთიერთობების გადაწყვეტვა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოშალა და ეხლა ეხვერწება ხვერწნის პოზიციაშია, რომ ოღონდ დაალაგდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ოღონდ დაალაგდნენ. მე თქვენგან შეიძლება არა პერსონალურად, მაგრამ ოპოზიციის გამსმენია, რომ ეს რუსული ხელისუფლება, რომელსაც არც უნდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგება. ასეთი ფორმულირება. ძალიან კარგი საინტერესო ის არის ეს შეხედულება და ნაწილობრივ ვიზიარებ კიდეც, მაგრამ არის აქ ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ. ქართულ ოცნებას
ნორმალიზება, ანუ ბიძინა ივანიშვილს რეალურად ნორმალიზება უნდა, იმიტომ რომ მას მოეხსნა სანქციები და მას ის პრესინგი, ის სტრესი რაც აქვს ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ის ასე ვთქვათ მძიმე ნაბიჯების გადადგმა, რა ნაბიჯების გადადგა, ამ ნაბიჯებზე რომ პასუხისგებლობის აღება არ მოუწიოს, ამისთვის უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მას ურთიერთობების დალაგება და არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც პირდაპირ ცხადია, ხო, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ახლა დავიწყოთ უსაფრთხოებით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყურადღებაზე და მომდევნო კვირას ტელე-პირველმა გავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ჩამოდის. თქვენ გაქვთ თუ არა რამე ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაცია და ფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება ოცნებამ ტრამპის ვთქვათ ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან შეიძლება რაღაც ტიპის ეკონომიკური თემებით დალაგება ურთიერთობის, იმიტომ რომ ის მას აქვს იმ ტიპის კავშირები, მათ შორის ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან უკვე დაწყებული, რომელიც ადამიანის უფლებები, დემოკრატია, იქ საერთოდ ცნებათაც არ არსებობს, მაგრამ არის ეკონომიკური და ვთქვათ სტრატეგიული მნიშვნელობის ეს კონტაქტები. ანუ შეიძლება თუ არა რაღაცაერთ მოახერხონ მათ ეს ამის მოლუდინი რამდენად სამი კვირის წინ იყო შეხვედრა, ასევე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოსული და ჩვენი ალიანსის ლიდერები და უშუალოდ პარტიის თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია იყო შეხვედრაზე. ვიცი რომ ძირითადად ეკონომიკურ თემებზე იყო მათ შორის ლაპარაკი. უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არ გამოგჩნდა. ანაკლიაში იყო ის კაცი. პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხი იყო, ასევე ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო გზების მნიშვნელობაზე იყო საუბარი, რაც ჩვენი კიდევ ერთხელ გამოვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, ისტორიული მისია. ამაზე იყო საუბარი, კი, მაგრამ ამის სანაცვლოდ ის რომ ყოველდღე ადამიანები სიჭერდნენ, ის რომ პოლიტიკური ლიდერები ციხეში იყოს, პოლიტიკურ პარტნიორებს გზავნავდნენ და არჩევნების ჩატარებას აზრი ეკარგებოდეს, არანაირი ეკონომიკური და ვერანაირი ეკონომიკური ინტერესი ამას ვერ დაასტაბილურებს. გამორიცხულია, საქართველოს არ აქვს ნავთობი, დავასრულებ თუ შეიძლება, საქართველოს არ აქვს ნავთობი, საქართველოს არ აქვს, ასე ვთქვათ, ის როგორ გითხრათ, ის მდგომარეობა და ის რუსეთიდან გამომდინარეც არის, რომ კარგი გეოგრაფია აქვს. გეოგრაფია კარგი აქვს, მაგრამ მოცემული მდგომარეობა არ არის მარტივი, ხო, გეოპოლიტიკური. რუსეთი არის, რომელიც ყველა ფრონტზე უკან დახევა უწევს და ერთადერთი რჩება კავკასიის რეგიონი. და ამ კავკასიის რეგიონში რუსეთს ყავს მისი წარმომადგენელი. ანუ რუსეთის ინტერესის დამცველი კავკასიის რეგიონში არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილია. ანაკლის სპორტთან დაკავშირებით რო არის ახლა საუბარი და ქართული ოცნება ფოთის სპორტზე და ანაკლის სპორტზე რო საუბრობს. 2 წლის წინ ჩვენ ამაზე არ საუბრობდით. 2 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები არ საუბრობდნენ. უფრო დიდი ხნის წინ სახელმწიფო მდივანი პომპეო არ იყო ჩამოსული და არ ამბობდა, რომ ანაკლის პროექტი არის, პორტის პროექტი არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, საქართველოს ეროვნული ინტერესთან ერთად. ხო იყო ეს ფაქტი. და ბიძინა ივანიშვილმა რა ქნა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ შეწყვიტა ამერიკული ინვესტიციით ეს პროექტი, ჩაშალა. ამ პროექტის ავტორებს ფულის გათეთრებაში დასდობრალი და ციხეში, შემდეგ სხვა მოტივი და სხვა მუხლით, მაგრამ იქაც გამთხუნდა, ხო ვიცით, ციხეში დაიჭირეს, ამერიკული კომპანიები განდევნეს, საერთაშორისო არბიტრაჟები დაუწყეს და საბოლოოდ რა ქნეს მოიყვანეს ჩინური კომპანია, როვეიჩვია, რომლის უკანაც არის მანდაც გაჩერებული. მივდიოდი მათ, რომლის უკანაც ეჭვი იყო, რომ რუსული კომპანია იდგა და რუსეთის სპეცსამსახურები და ეს პროექტიც გაყინულია და გაჩერებულია. საბოლოო ჯამში რა გააკეთა ივანიშვილმა, რაზეც ახლა მიდის მსჯელობა და რაც ახლა უნდა მიგვეღწია, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ყველაზე მდიდარი რესურსების დამაკავშირებელი, ყველაზე მდიდარი მოსახლეობით და მაცხოვრებლით დასახლებულ ტერიტორიასთან, ევროპასთან ეს შანსი მოკლა ამ ეტაპზე. აზერბაიჯანის ლიდერმა ალიევმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურულად უკვე 70% ინფრასტრუქტურული პროექტების მზად გვაქვსო. ველოდებით სომხეთსო. სომხეთი მალე არჩევნებს ჩაატარებს, იმიტომ რომ იქაც ვიცით, არ არის მარტივი სიტუაცია, რუსეთის გავლენა ძალიან დიდია, ჩაატარებს არჩევნებს და სომხეთის დაიწყებს ინფრასტრუქტურას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პაშინიანი გაიმარჯვოს. სომხეთის დაიწყებს ზანგეზურის გზაზე ეგრეთ წოდებული თქვენი პარტიის ლიდერს უსმენდი სხვათა შორის. და ძალიან კაშალა, კარგად და იმ ხაზს ძალიან კრიტიკულად უყურებს მის პერსპექტივას, იმიტომ რომ რეგიონში არ არის ეს თქო. სწორია, ირანში თუ კონფლიქტი გაიწელა და ბიძინა ივანიშვილი რუსეთის წარმომადგენელი იქნა საქართველოს ხელისუფლებაში, ეს ზანგეზურის კორიდორი მოექცევა ძალიან, ასე ვთქვათ, ვიწრო ჩიხი იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვა და შავი ზღვაზე გასასვლელი საქართველოა.
მათ შორის აზერბაიჯანისთვის, მათ შორის სომხეთისთვის და მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ მოხდა რეჟიმის სულება ირანში. საქართველოს ჩიხი ვერ იქნება თენგო ვერანაირ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. არა, თქვენ თქვით რომ იქედან ირანი, აქედან საქართველო და ჩიხი რუსეთის გავლენა, რუსეთის ძალიან მიხარია რომ ოპტიმისტური განწყობა გაქვთ ამ მიმართულებით. ვერავინ ვერ მოახერხებს ძალიან მიხარია ამ მიმართულებით, მაგრამ და არც უნდა მოახერხებინოთ. ამაზე საუბრობთ, როცა პასუხისგებლობა, მაგრამ მიხარია რომ ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ საზოგადოებასაც უნდა გადაედოს ეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის წარმომადგენელი აქ ისურვებდა ამას ახლა და ისურვებს თუ არა, იმიტომ რომ ის არის ზეწოლის ქვეშ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის და რუსეთის წარმომადგენელი როგორც ცდილობს რომ ბაქოს მეშვეობით და არ ვიცი ჯერ რას ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან თავისი მეშვეობით და მაგას გავარკვევთ მალე რას ცდილობს ბიძინა ივანიშვილს რაც ახლა შესაძლებლობა გაუჩნდა კიდევ ერთხელ ვამბობ 7 წლის წინ შეეცნო როცა პომპეო იყო ჩამოსული და თვალსწრაფი მაშინ ბახტაძე ყავდა დანიშნული პრემიერად შემდეგ შეეძლო 2-3 წლის წინ როდესაც ამ 20 წლამდე ბახტაძე იყო შეერთებულ შტატებში თუ სწორად კი და მე პომპეოც იყო ჩამოსული აზერბაიჯანის შემდეგ ჩამოვიდა და პირდაპირ თქვა ბრიფინგი არ დამავიწყება უყურე რომ პირდაპირ თქვა რომ ანაკლი სპორტი არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი და ასევე საქართველოს მომავლის გასაღები შტატებში თქვა მე მგონი იმიტომ რომ შეიძლება მეშლება დიდი ხნის წინ იყო მაგრამ არა აქ ამას გადაწყვეტილება ასევე გავაგზავნე ასევე ჩინური ინვესტიციაზე დაობდა პროექტი ადამიანებისგან მიწები იყიდეს იქ მაცხოვრებლებისგან რომ პორტის მშენებლობა დაწყებულიყო და გაშლილი იყო ეს ინფრასტრუქტურული პროექტი მაშინაც ხო ჩაშალა ეს მეორე შემთხვევა მესამე შემთხვევა მიცას ჩინელებს თითქოს ხო უნდა დაწყებულ აქაც და ამიტომ რატო შლიდა იცით მანამდე იმიტომ რომ მას არ ქონდა პრესინგი ქვეყნის შიგნით და არ ქონდა ზეწოლა ქვეყნის გარედან ახლა აქვს ზეწოლა და ახლა გაუჩნდა მას სავაჭრო პარტნიორებთან მაგრამ ადამიანების თავისუფლებით პარტნიორებთან გასაგებია რომ ის მათი ეროვნული ინტერესია და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი აქვს რომ სანქციები მოეხსნას, ქონების პრობლემები აღარ შექმნას, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიც უნდა იდოს აქ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი ბიძინა ივანიშვილი არსად არ აჩენს და ვერ დადებს, იმიტომ რომ მას არ აქვს ეს ინტერესი. ეროვნულობისგან გამოცლილი, აი კიდევ ერთხელ ეს კადრები ჩემი აზრით უნდა ვატრიალოთ ბევრჯერ თუ რა დღეში აი ეს ირაკლი კობახიძე და ვიღაცები რო არიან კიდე უცხო ხალხი იქ როგორ ექცევა სხვა ქვეყნის მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ლიდერის წინაშე საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ხო თვითონ ყიდიან ამას რომ ეს საქართველოს ხელისუფლება როგორ ამცირებს როგორ არარაობად მიაჩნია როგორ არაფრად ყურს იყო ორიენტირებული უმაზე რას ნიშნავს პრემიერად როლი მაინც შეასრულებინე პრემიერის რაღაცა მსახიობობა იყო თავარი და მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი. არის ხო, ერთ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლის, ასე ვთქვათ, ჯილდო შეხვდება. სხვათა შორის არ არის ეს ცუდი ჯილდო. არა, რა თქმა უნდა, ყველა როლს კარგი შესრულება. ერთიც მინდა და ერთ სანდებით დავასრულო. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებამდე. ბევრი ადამიანის ჩართულობა არ გვაქვს უფლება ნიჰილიზმის. ვინაიდან ახლა წდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი არა 1 ან 5 წლით ან რომელიმე მომავალი მთავრობით. არამედ შეიძლება რამოდენიმე ათეული წლის შემდეგაც გავიხსენოთ ეს პერიოდი, ძალიან საინტერესო პერიოდში მოგვიწია ცხოვრება და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა.